გამარჯობა, მოგესალმებით, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline. დიდი მადლობა რომ მიყურებთ, საუბრობ ირანზე. პრინციპში ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ალბათ 80% თუ არა მეტი, რასაც ინფორმაციას ვეცნობი, უკავშირდება ირანს და იქ მიმდინარე მოვლენებს, იმიტომ რომ რთულია სხვა რამეზე ფოკუსირება, სხვა რამეზე ყურადღების გადატანა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროცესი ხდება და არანაკლებ დრამატული იგივე უკრაინასთან მიმართებით, თუმცა ახლა დიდწილად ინტერესი მიპყრობილი არის ირანისკენ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თვალს ვადევნებთ ირანელი ხალხის ძალიან დიდ მსხვერპლს, ვადევნებთ მათ უზარმაზარ თავგანწირვას და არის უზარმაზარი მოლოდინი იმის თუ რა მოხდება. საბოლოოდ ეს მათი გაღებული მსხვერპლი გამოიღებს თუ არა შედეგს და იქნება თუ არა სათანადო რეაგირება პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რომელიც დაპირდა პრინციპში ირანელ ხალხს, პრეზიდენტი ტრამპი დაპირდა ხალხს, რომ დახმარება გზაში იყო. შემდეგ მოხდა ისე, რომ თითქოს იყო მოლოდინი, ზუსტად 1 კვირის წინ, რომ მოხდებოდა დარტყმა, სწორედ მაშინ, როდესაც პიკში იყო პროტესტი და ბოლო წუთზე, როგორც შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ამ დარტყმის შესახებ, გადაწყვეტილება გაუქმდა. ამის მიზეზი გახდა ერთის მხრივ ის, რომ ისრაელმა მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ არსებობდა მაღალი რისკი საპასუხო დარტყმების შემთხვევაში და არ იყო ისრაელი თავის მხრივ ამისთვის მზად და არსებობდა ასევე მაღალი რისკი იმისა, რომ ირანს დარტყმები განეხორციელებინა უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებზე რეგიონში და ასევე მათ არა მხოლოდ სამხედრო, არამედ კომერციულ ინფრასტრუქტურაზეც კი, რაზეც პირდაპირ მუქარები ისმოდა. აი ამ ფონზე შეჩერდა ეს პროცესი და დაიწყო ერთგვარი გაურკვევლობის ეს ერთკვირიანი პროცესი, სადაც ერთმანეთის თითქოს გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდა ტრამპი, ერთის მხრივ ის ამბობდა, რომ ირანის რეჟიმი უნდა შეიცვალოს, ამის დროა, მეორეს მხრივ ამბობდა, რომ ირანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ ჩამოახრჩობდა 800 დატყვევებულ დემონსტრანტს და ამის გამო ის აქებდა, ასე ვთქვათ, პრინციპში ასე იყო, აქებდა კიდევაც რეჟიმს. აი ამან გამოიწვია გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, იყო ასეთი შეფასებებიც, რომ ტრამპმა გაყიდა ირანელი ხალხი, უხალატა მათ არ შეასრულა თავისი დაპირება და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ პოლიტიკური პროცესის ფონზე ჩვენ ხედავთ ძალიან სერიოზულ სამზადისს და დიდწილად სწორედ ამ ვიდეოში ამ სამზადისზე უნდა ვისაუბრო. უზარმაზარი სამხედრო შესაძლებლობების თავმოყრა ხდება ირანის გარშემო. ეს ხდება სწორედ ახლა, დღეს და ეს სამზადისის პროცესი კულმინაციას მიაღწევს უახლოეს 2 დღეში, კვირის ბოლომდე. აბრაამ ლინკოლნი, აი ეს ავიამზიდი, რომელსაც კადრში ხედავთ, თავისი თანხლები ჯგუფით, ასე ვთქვათ, უკვე განლაგდება ირანის მახლობლად. არსებობს აქ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად არის ახლა ეს გემი და მე ამას გაჩვენებთ. ეს არის სპეციალური ვებგვერდი, რომელიც აჩვენებს გემების გადაადგილებას, მათ ტრაექტორიას, ტრეკერი არის, ასე ვთქვათ, და აი აქ ჩანს 1 დღის წინ განახლებული მონაცემი, სადაც უკვე აბრაამ ლინკოლნი არის ინდოეთის ოკეანეში და არსებობს ესეთი მონახაზი, რომ დაახლოებით ომანის სიახლოვეს საბოლოოდ დაიკავებს ეს პოზიციას. ცხადია, არავინ არ იცის ზუსტი განლაგების ადგილები და ასე შემდეგ. სხვათა შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო საათების განმავლობაში უკვე გაითიშა ტრანსპონდერები და აღარ ხდება დაფიქსირება კონკრეტულად სად არის. აი ამ პროგრამების საშუალებით ვეღარ ფიქსირდება უკვე სად არის რეალურად აბრაამ ლინკოლნი და მისი თანხლები, ეს შემადგენლობა. შესაბამისად, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ სავარაუდო განლაგების ადგილზე და ვსაუბრობთ სავარაუდო დროზე, რაც დაჭირდება მას დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად და ეს დრო არის, როგორც თქვი, 2 ან 3 დღე. მოკლედ, კვირის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები, რომელიც გადასროლილი არის რეგიონში, შეიარაღება, მათ შორის თავდაცვის, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ასე შემდეგ, იქნება სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ერთის მხრივ
შეტევითი ოპერაცია ჩატარდეს და მეორეს მხრივ მათ მოახერხონ რისკების აღმოფხვრა იმ შემთხვევაში თუ იქნება საპასუხო დარტყმები ირანის მხრიდან. გავყვეთ უფრო დეტალურად რა სამხედრო შესაძლებლობების თავმოყრაზე არის ამ ეტაპზე საუბარი. აბრაამ ლინკოლნზე უკვე ვისაუბრეთ, გარდა ამისა მოხდა დამატებით რეგიონში არსებულ საჰაერო ბაზებზე F-15 ტიპის გამანადგურებლების თავმოყრა. ასევე საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე ერთეული სტრატოტანკერის განლაგება მოხდა, რაც არის საჰაერო ტანკერები, იმისთვის რომ ოპერაციების დროს მოხდეს ავიაგამანადგურებლებისთვის ავზების შევსება ჰაერშივე და არ მოუწიოთ მათ ბაზებზე დაბრუნება ან ავიამზიდზე დაბრუნება იმისთვის რომ განაგრძონ ფრენა. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასევე საუბარი არის ათეულობით სატვირთო თვითმფრინავის გადასროლაზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და ასევე საუბარი არის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, მათ შორის პეტრიოტის ტიპის საჰაერო სისტემების განლაგებაზე იყო საუბარი ინფორმაციებში, რომელსაც მე ვკითხულობდი. აი, აქ არის უკვე ნიუსი იმის შესახებ, სადაც უკვე კონკრეტულ რაოდენობაზე არის საუბარი, როგორც სატვირთო თვითმფრინავების, ასევე საჰაერო ტანკერების. აქ ნათქვამი არის, რომ გასული 5 დღის განმავლობაში 29 C-17 ტიპის სატვირთო თვითმფრინავის გადასროლა მოხდა რეგიონში და ასევე 12 საჰაერო ტანკერის განლაგება მოხდა ყატარსა და იორდანიაში, იმისთვის რომ შემდგომი გამოყენება საჭიროების შემთხვევაში მათი მოხდეს და აი აქ უკვე არის საუბარი F-15-ების განლაგებასთან დაკავშირებით, რომელიც ვახსენებ და 18 იანვარი არის თარიღი, როდესაც დამატებით F-15-ების გადასროლა მოხდა რეგიონში და განლაგება ბაზებზე. ახლა გადავიდეთ ნაწილობრივ პოლიტიკურ საკითხზე და შევეხოთ აუცილებლად დონალდ ტრამპის ბოლო ინტერვიუს, სადაც მისი ტონი აბსოლუტურად შეცვლილია. სხვათა შორის გუშინ ქონდა მას ასევე პრესკონფერენცია თეთრსახლში, დაახლოებით 1 საათზე მეტი საუბრობდა. ერთგვარი შეჯამება იყო, გუშინ იყო 20 იანვარი და 20 იანვარი მისი ინაუგურაციის თარიღია, თუ გახსოვთ, სწორედ 1 წლის წინ მისი ინაუგურაცია მოხდა. ეს ის 20 იანვარია, ცოტა თემას რომ გადავუხვიოთ, აი კობახიძე რომ ამბობდა, რომ ტრამპი მოვა და დავალაგებთო, ამ თარიღზე არის საუბარი. ეს რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით. მოკლედ, გუშინ ტრამპმა ისაუბრა ძალიან ბევრი თემაზე, მაგრამ ერთი რამ იყო აშკარად თვალშისაცემი. ის არაფრით არ ეხებოდა ირანის თემას და დარჩა ესეთი შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტებიც კი, რომლებიც ესწრებოდნენ ამ პრესკონფერენციას, თითქოს გაფრთხილებული იყვნენ, რომ ირანთან დაკავშირებით კითხვა არ უნდა დაესვათ. ანუ სხვანაირად ვერ ხსნი იმას, რომ ნახევარი საათის განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტს მთელი სავსე ოთახი ჟურნალისტები უსვამდნენ კითხვებს, ნობელის პრემიიდან დაწყებული, არ ვიცი, მიგრაციასთან და ინფლაციასთან დაკავშირებით სვამდნენ კითხვებს და არ ახსენონ ირანი, სადაც ამხელა უბედურება ხდება და სადაც დაპირებები აქვს გაცემული შტატების პრეზიდენტს, რომელიც მათ წინ იდგა. საბოლოოდ ერთმა პალესტინელმა ჟურნალისტმა მაინც დასვა ეს კითხვა. თავის მხრივ ტრამპმა პირდაპირ პასუხს თავი არიდა და ისევ ძველი ფრაზა გაიმეორა, რაც ეხებოდა პოზიტიურ შედეგს, იმას, რომ მისი მოწოდების შემდეგ ხალხი სიკვდილით არ დასაჭეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ აი ამ მთელი სამზადისის და იმ გადაადგილებების მიუხედავად, რაზეც მოგიყევით, ტრამპი არის ირანის საკითხზე ჩუმად. ყოველ შემთხვევაში ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ისაუბროს ამ თემაზე და ესეთი შეფასებებით შემოხვდა, რასაც ვეთანხმები, რომ თითქოს ეს გავს რაღაც სიჩუმეს შტორმის წინ. ყოველ შემთხვევაში ახლა ასეთი შთაბეჭდილება იქმნება და ამის მიღმა გვაქვს წინა დღეებში გაკეთებული განცხადებები, მათ შორის ეს ინტერვიუც, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, სადაც ტრამპი ამბობს, რომ თუ ირანელები ირანის რეჟიმი რამეს გაბედავს მათ წინააღმდეგ და თუ გააგრძელებს ძალადობას, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია მათი სრულად განადგურება და დედამიწიდან გაქრობა. აი ესეთი ფრაზა ახსენა. მოусმინოთ ამ ინტერვიუს ნაწილს. Especially given over the weekend you said it's time for new leadership in Iran. Well, they shouldn't be doing it, but I've left notification. Anything ever happens, we're going to blow the whole country is going to get blown up. So we've
You know, originally Biden should have said something. You know, when they made a statement, we always said, why isn't Biden saying anything? Because he didn't. But a president has to defend a president. Like if I were here and they were making that threat to somebody, not even a president, but somebody like they did with me, I would absolutely hit them so hard. But I have very firm instructions. Anything happens, they're going to wipe them off the face of this earth. ხო, ნუ ტრამპს აქვს მოკლედ ბევრი ვარიანტი იმისთვის, რომ შეასრულოს თავისი მუქარა პრინციპში და ეს უკვე აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, პრაქტიკულად ამისთვის ყველაფერი მზად არის, თუ იქნება ბრძანება გაცემული და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები ამისთვის, როგორც მოგახსენეთ, უკვე არის თავმოყრილი ირანის გარშემო. თავის მხრივ ირანის ლიდერები ტრამპს ემუქრებიან, აქ არის ერთი საინტერესო განცხადება. ეს არის ირანის არმიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი, რომელიც დაემუქრა დონალდ ტრამპს არც მეტი არც ნაკლები ხელის მოჭრით და თქვა ესეთი რაღაც, რომ თუ შენ გაიშვერ ხელს და დაემუქრები ხამენეის, ეს ხელი აუცილებლად მოიჭრებაო და ისიც დასინა, რომ ეს მხოლოდ სლოგანი არ არისო, ეს მხოლოდ გამოთქმა არ არისო. გარდა ამისა, ირანის რეჟიმის მხრიდან გაჟღერდა ესეთი საინტერესო განცხადებაც, რომ თუ ალი ხამენეის რამე დაემუქრება და მას შეეხებიან, ეს იქნება მთლიანად ისლამურ სამყაროზე თავდასხმა. ასე შეეცადნენ ისინი ბშყალებში მხარდაჭერის ძიებას მუსლიმი ხალხისგან მთელ მსოფლიოში, შეიძლება ასეც ვთქვათ. თუმცა აი ამ მუქარების მიუხედავად არის გაუთავებელი მცდელობაც პარალელურად იმისა, რომ რაღაცა დიპლომატიური გზები მოიძებნოს. ამისთვის ბევრი მცდელობა ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ცდილობდა მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ ვიტკოფთან დაკავშირებას. თავის მხრივ ვიტკოფმა თქვა, რომ გარკვეული კონტაქტები იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ირანულ მხარესთან რაიმე მოლაპარაკებები ამ ეტაპზე მიმდინარეობსო. გარდა ამისა, როგორც იცით, დავოსში ახლა ტარდება ეკონომიკური ფორუმი, სადაც არიან მსოფლიო ლიდერები, მათ შორის იქ ჩავიდა ტრამპიც და აი ამ ფორუმზე მოხვედრას ცდილობდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არახჩი, ხო, არ მეშლება სახელი და გვარი, მე მგონი არ მეშლება. თუმცა იქ ის არ დაუშვეს და როგორც დაიწერა დასავლურ პრესაში, არ დაუშვეს სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მითითების გამო. ტრამპი იყო კატეგორიული წინააღმდეგი, რომ დავოსში ჩასულიყო ირანის დელეგაცია და იქ რამე შესაძლებლობა ჰქონოდათ, რომ გაიმართათ მოლაპარაკებები, ან ოფიციალურად, ან არაოფიციალურად, თუ როგორც არის. მოკლედ, ეს გეგმები დაიბლოკა და ახლა ირანის ხელისუფლებას რჩება მხოლოდ ის გზა, რომელიც მათთვის ყველაზე მარტივი არის და ეს გზა არის უიარაღო მოქალაქეების ჩაგვრა, მათი განადგურება. ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით მეტი კადრი გამოდის ირანიდან, ეს უნდა აღინიშნოს. ძალიან ბევრი ახალი ვიდეო მასალა ვრცელდება, ახალი იგულისხმება როგორც გასული 2-3 დღის, ასევე წინა პერიოდის მასალებიც, რაც არ გვინახავს და ასახავს მათ შორის აი ამ სისხლიან მოვლენებს, რაც ხდებოდა განსაკუთრებით 8, 9, 10, 11 იანვარს, როდესაც იყო ყველაზე დიდი მასშტაბი, ასე ვთქვათ, ხალხის ხოცვის პირდაპირი გაგებით. ამაზეც გვექნება საუბარი და გაჩვენებთ კადრებსაც, მანამდე აქედან გავყვეთ. ეს არის უკვე ბოლო რეალობა, ასე ვთქვათ, ბოლო დღეების რეალობა თეირანის ქუჩებში და სხვა ქალაქების ქუჩებში, აი ასე გადაადგილდებიან რევოლუციის გუშაქთა კორპუსის წარმომადგენლები, ბასიჯები და სხვა დანაყოფები და აქვე არის ცნობები იმის შესახებ, რომ არა მხოლოდ ირანელები, არამედ ირანში სპეციალურად აი ამ პროტესტის ჩასახშობად შეყვანილი სხვა ძალებიც არიან მობილიზებული, რომლებიც ფარავენ სახეს მათ შორის ნიღბებით სპეციალურად, რომ არ მოხდეს იდენტიფიცირება, თუმცა
ირანელმა აქტივისტებმა მაინც მოახერხეს გარკვეული ნიშნების იდენტიფიცირება მათ ამოსაცნობად, ასე ვთქვათ, რაზე არის აქ საუბარი. აი აქ მაგალითად ერთ-ერთი აქტივისტი წერს, რომ ესენი არიან ისლამისტი ტერორისტები, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ ირანიო და მათი უმრავლესობა არის უცხო ქვეყნებიდანო, ასე წერს და აქ ხას უსვამს შიიტური გამონათქვამების და შეძახილების გამოკვეთას, რაც მათ შორის აი ამ ვიდეოში არის ასახული. ჩავრთოთ ხმა. ჰეიდარ, ესეთი შეძახილი და კიდევ აქ არის მეორე, რომელიც ხამენეის უკავშირდება. როგორც თქვი, ეს ჟურნალისტები და აქტივისტები ამბობენ, რომ ეს ხალხი არ არის რეალურად ირანის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები, ისინი არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან შეყვანილი, მათ შორის ერაყიდან, როგორც ამბობენ, შეყვანილი ტერორისტები იმისთვის, რომ მოხდეს ამ უსაფრთხოების ძალების გაძლიერება და ეს ხდება გარკვეული უნდობლობის ფონზე, უნდობლობის საკუთარი კონტინგენტის მიმართ, როგორც განმარტავენ, ყოველ შემთხვევაში ასე ამაზე ბევრი საუბრობს. ახლა არის დიდი რისკები, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ რეზა ფეჰლევი, პრინცი, შაჰის მემკვიდრე, რომელიც მთავარი ოპოზიციური ფიგურაა და არა მხოლოდ ის, ბევრი ირანელი თავად საზოგადოება, რომელიც პროტესტში არის ჩართული, უსაფრთხოების ძალებს, არმიას, პოლიციას, ყველა ამ ძალოვან უწყებას და მის თანამშრომლებს მოუწოდებენ, რომ გადავიდნენ ხალხის გვერდით. და ასეთი პრეცედენტები დაფიქსირდა კიდევაც, იყო შემთხვევები, როდესაც მცირე ნაწილმა, მაგრამ მაინც უარი თქვა ბრძანებების შესრულებაზე, უარი თქვა ხალხის მიმართ ცეცხლის გახსნაზე და იყო ასეთი შემთხვევაც, როდესაც ბრძანების შეუსრულებლობის გამო ერთ-ერთი თანამშრომელი გუშაქთა კორპუსის სიკვდილითაც დასაჯეს. სწორედ ამით ხსნიან, რომ გარე ძალების შემოყვანას ცდილობენ, რომლებსაც ნაკლები სენტიმენტი ექნებათ და ნაკლები ემოციებით მოახერხებენ იმას, რომ ესროლონ ხალხს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც ხაზს უსვამენ და ჩავთვალე საჭიროდ, რომ თქვენთვისაც გამეზიარებინა. აი აქ არის კიდევ ერთი ახალი კადრი, ასე ვთქვათ. სულ რამდენიმე საათის წინ გავრცელებული, სადაც თეირანის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა ჩანს და აქ არის, როგორც ხედავთ, ბლოკპოსტები მოწყობილი. შენიღბული ძალოვანები აკონტროლებენ ყველა გამლელს და გამომლელს, ამოწმებენ მანქანებს და რაც მნიშვნელოვანია, ხო, აი ხედავთ, ხო, ნიღბები აქვს ამ ხალხს. ისინი გადაადგილდებიან შეიარაღებულები, მეტწილად კალაშნიკოვის ავტომატებით და ასე ცდილობენ სიტუაციის დაჭერას და ასე ვთქვათ, წესრიგის დამყარებას ბრჭყალებში. არის ასევე არაერთი ახალი ვიდეო წინა დღეების, რომელიც ასახავს, როგორ ესროდნენ პირდაპირ დამიძნებით ხალხს და როგორ ხდებოდა მათი ქუჩებში განადგურება. ერთ-ერთი არის ეს. განსხვავებული იარაღები აქ ხა არის სტოპები საფანტის ტყუებით, რომელმაც სხვათა შორის ძალიან ბევრ აქტივისტს, როგორც ითქვა, თვალი დაუზიანა. ასეულობით ასეთი შემთხვევა არის, როდესაც თვალი დაკარგეს აქტივისტებმა. სწორედ აი ესეთი საფანტის ტყუების გამოყენების შედეგად. თუმცა აქ მხოლოდ დაშავებულებზე ცხადია არ ვსაუბრობთ. ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის სნაიპერების მიერ ნასროლი, თავში ნასროლი ტყუებით არის ლიკვიდირებული ქუჩებში. უამრავი ითქვა და დაიწერა იმის შესახებ, რომ ძალოვანები უვარდებოდნენ საავადმყოფოებშიც აქტივისტებს იმისთვის, რომ ან დაეხოცათ ისინი, ან დაეკავებინათ, ან ექიმებისთვის არ მიეცათ შესაძლებლობა მათთვის აღმოეჩინათ სამედიცინო დახმარება. პირდაპირ დირექტივები იყო გაცემული საავადმყოფოებისთვის, პერსონალისთვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ დახმარებოდნენ ხალხს და ძალიან ბევრი
დაიღუპა იმის გამო, რომ საფრთხის გათვალისწინებით საერთოდ არ მივიდა საავადმყოფოში, უარი თქვა და ზოგი სისხლისგან დაიცალა უბრალოდ. ასეთი მძიმე ვითარება იყო სულ 2-3 დღის წინა დღეების განმავლობაში ირანში და ახლა არის ტოტალური კონტროლი ყველა კუთხეს, ყველა ჩიხს ამოწმებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს ხალხის ქუჩაში გამოსვლა, არ მოხდეს პროტესტი, მაგრამ არის ცნობები, რომ ეს ძალები მაინც არ ყოფნით მათ. ირანი არის დიდი ქვეყანა, არის 90 მილიონი მოსახლეობა, უამრავი ქალაქი, პროვინცია, გასაგებია რომ ცენტრალური კერები, სადაც იყო პროტესტის, ახლა ისინი არიან კონცენტრირებული და ცდილობენ რომ იქ სიტუაცია ასე თუ ისე გააკონტროლონ, თუმცა ბევრ სხვადასხვა ქალაქსა და პროვინციაში მაინც ახერხებენ მოქალაქეები გამოსვლას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. აი ეს არის კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც ქუჩებში არსებულ სიტუაციას ასახავს. ერთ მხარეს უიარაღო ახალგაზრდები და მეორე მხარეს შეიარაღებული ძალოვანები, რომლებიც მათ ესვრიან. ამაზე მძიმე კადრებიც არის სამწუხაროდ და წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ, რომელსაც გაჩვენებთ ცოტა ხანში. აი აქ მინდა დააკვირდეთ რას. ნახეთ რამდენი ხალხია. ანუ აქ სადაც არ უნდა ისროლო, ვიღაცას აუცილებლად მოხდება. ანუ ეს არ არის არანაირად, რა ვიცი, ვინმეს თუ აქვს მაგის ილუზია, რომ რაღაცა კანონის ჩარჩოში იყო თუ რაღაც ესეთი ან გამაფრთხილებელი. არა, ეს არის პირდაპირ გამიზნულად ხალხის ხოცვა და მეტი არაფერი არ ქვია ამას, როდესაც აი ამ ხელა მასაში უმისამართოდ ისვრი. ან დამიზნებით რა მნიშვნელობა აქვს. და სროლის ინტენსივობასაც დააკვირდით. გავაგრძელოთ. აი ამ ვიდეოს აღწერაში ესეთი რაღაც არის ნათქვამი, რომ ჰოლივუდის რაღაცა ფილმის სცენას გავს ეს ყველაფერიო, რაც ამ კადრებში ხდებაო და რთულია რომ არ დაეთანხმო. აფეთქებები, ცეცხლი და ხალხის მასა, რომელიც გარბის უბრალოდ რომ თავს უშველოს და ეს ყველაფერი ხდება ტყვიების თუ ზუზუნის ფონზე. და რეჟიმი, რომელიც ამას აკეთებს, ამბობს, შეგახსენებთ იმას, რომ ჩვენ არ ხოცავთ ხალხს, ხალხს ხოცავენ გარე ძალებიო, რომელმაც ეს პროცესის პროვოცირება გააკეთესო. და ხალხს ხოცავს მოსადი, რომელიც ღიად ამბობს, რომ მონაწილეობს პროცესშიო. კი, მოსადმა ღიად თქვა, რომ ჩვენ მონაწილეობთ პროცესშიო, ეს გამამხნევებელი განცხადება იყო, ერთ-ერთ წინა ვიდეოში ამაზე ვსაუბრობდი. მოსადის განცხადება იყო, რომ თქვენ გვერდით ვართ, არა მხოლოდ ვერბალურად და სიტყვიერად და დისტანციიდან, არამედ თქვენ გვერდით ვართ ქუჩებშიო, ასეთი რამეც თქვეს. რაც აბსოლუტურად არ არის გასაკვირი ერთის მხრივ, თუმცა არაფერი არ ცვლის იმ ფაქტს, იმ ძალიან მძიმე ფაქტს, რომ ირანის ხელისუფლებამ მასობრივად დახოცა ხალხი ქუჩებში. აი აქ კიდევ ერთი მძიმე კადრი არის და რატომ არის ეს კადრი მძიმე? თავად იმ ერთ-ერთი აქტივისტის გადაღებული არის, რომელიც საბოლოოდ ტყვიას ემსხვერპლა და ამ კადრში ჩანს მსროლელიც, რომელიც ისვრის, მაგრამ აქ კიდევ ერთი ესეთი ემოციური ფაქტორია, რომ ვიდრე ესროდნენ და მოკლავდნენ ამ აქტივისტს, რომელიც თავის ტელეფონით იღებდა აი ამ კადრს, მანამდე ის ამბობს, რომ მოუწოდებს ხალხს, რომ ნუ გეშინიათ, რაღაცა ერთად დავდგეთ, დაახლოებით ეგეთი ფრაზა იყო, კი, აი აქ არის აღწერაში. ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ ყველა ერთად ვართ, აი ესეთი შეძახილი იყო ბოლო.
აი აქ ამბობს. აი, ერთი გასროლა გადაინაცვლა და შემდეგ ისევ აქედან ესვრიან. ნახეთ ახლა მეატრიალებს და აი ერთი აი აქ უკვე მოხდას სამწუხაროდ, ხო? ხო, ნუ რთული არის რა, ყველაფრის ყურების მერე რაღაცა სხვა თემებზე ფოკუსირდე, როგორც თავშივე ვთქვი. ხო, მაგრამ ყოველთვის არ არის ისე, რომ ხალხი იჩაგრება. აქ არის ერთი საინტერესო ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აი ეს კოლონა პიკაპებით რომ გადაადგილდებოდნენ მანამდე რომ გაჩვენეთ, არის ასევე ესეთი პრაქტიკა, რომ მოტოციკლებით გადაადგილდებიან ქუჩაში, მოტოციკლეტებით და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ჩანს, სადაც ხალხმა მოახერხა მათი მოგერიება კი არა, გაანადგურეს ისინი პრინციპში. აი აქ ჩამოიარეს და ისვრიან ხალხის მიმართ და ხედავთ რაც ხდება. სიგიჟია. მართლა ფილმის კადრებია, ნუ არ ვიცი, რაღაც სპეცეფექტებით. წარმოუდგენელი რეალობა არის ირანში. არის ფაქტობრივად არის სამოქალაქო ომის კადრები, ხო, ეხლა სხვა რა ქვია ამას, ხალხი ქუჩაში გაბრაზებული ხალხი, რომელიც არერიდება კონტაქტში შესვლას და წარმოუდგენლად დიდი რისკის მიუხედავად, რომ მათ შეიძლება უბრალოდ ესროლონ და მოკლან ქუჩაში, მაინც შედიან აი ესეთ დაპირისპირებაში და რიგ შემთხვევებში ახერხებენ იმას, რომ გაუმკლავდნენ მოძალადე რეჟიმის ძალოვან ჯგუფებს, რომლებიც დადიან ქუჩაში და უბრალოდ უსწორდებიან ხალხს. და ნუ როგორც თქვი, არის ბევრი კადრი, რომელიც წინა დღეებში ინტერნეტის ბლოკირების გამო ვერ ვრცელდებოდა და ახლა გამოაღწია, ესაც არის 8 თუ 9 იანვრის კადრები თეირანში გადაღებული, სიმბოლურია იმ გაგებით, რომ აქ ჩანს ხამენეის ეს ბანერი, რომელსაც ცეცხლში წვავენ კვამში და ცეცხლშია გახოვული ირანის სულიერი ლიდერის ფოტოები. აი ამ ბანერებზე როგორც ხედავთ. ნუ ის რომ ამ კადრებმა გამოაღწია არ ნიშნავს თავისთავად იმას, რომ ინტერნეტის ბლოკირება მოიხსნა, ასე ვთქვათ და აღარ არის ეგრეთ წოდებული blackout-ი, არა, ეს ასე არ არის, მაგრამ როგორც ამბობენ ირანელი ჟურნალისტები, საუბარია იმაზე, რომ პერიოდულად ირთვება, აი რაღაც მომენტებში ირთვება ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი და ამ მომენტებით სარგებლობს ხალხი, თქვენ ხო წარმოგიდგენიათ, ახლა გასაგებია რომ ცოტა მასალა გამოვიდა, მაგრამ რამდენი ადამიანი იღებს ამ ყველაფერს ტელეფონით და უამრავი, ალბათ სხვა მასალა და მტკიცებულებები არსებობს მათ შორის იმის თუ როგორ ესროდნენ ხალხს და როგორ კლავდნენ, როგორ ძალადობდა რეჟიმი, მაგრამ ეს ყველაფერი, ნუ იმ მასშტაბით ვერ გამოვიდა გარეთ. მოკლედ, აი ახლა, როდესაც ესეთი ეპიზოდებია, როცა ირთვება სატელეფონო კომუნიკაცია და ინტერნეტი, მაშინ ახერხებენ ისინი, რომ ქვეყნის გარეთ ხალხს გაუგზავნონ და საბოლოოდ ეს ხდება მედიის ხელში. ნუ მეინსტრიმ მედია, ასე ვთქვათ, ამას ცხადია არ აშუქებს, მაგრამ ძირითადად აი სოციალურ ქსელებში პლატფორმა X-ზე და სხვაგან ასეთი კადრები აღწევს და ბოლო 24-48 საათის განმავლობაში იმატა მასალების რაოდენობა აშკარად და უფრო ცხადი წარმოდგენა გვექმნება იმის შესახებ თუ რა ხდება და რა ხდებოდა ირანის ქუჩებში ბოლო 1 კვირის თუ მეტის განმავლობაში. აქ არის შემთხვევა ასევე, როდესაც ეს არის პოლიციის შენობა, წამი ნახო ამისი აღწერა რომ არ შემეშალოს. კი ბატონო, ეს არის პოლიციის შენობა და ბასიჯების ბაზა, რომელსაც თეირანში, რომელსაც სხვა შორის აქ არის საინტერესო ერთი რამე, რომ თავისუფლების ქუჩა ქვია ამას. ამასობაში რამდენიმე ირანული სიტყვაც ვისწავლე, მათ შორის აზადი, რაც ნიშნავს თავისუფლებას, აი ამ აქციების დროს ხალხი ხშირად სკანდირებს ხოლმე ამ სიტყვას და ასევე ჯავიდ შაჰ, აი ამ სიტყვას ხშირად გაიგებთ, რაც როგორც აღმოჩნდა და როგორც
გავეცანიმე ჯავით შაჰეს ფრაზა ნიშნავს დიდი ხნის სიცოცხლე მეფეს, დიდი ხნის სიცოცხლე შაჰს, რა ვიცი, როგორც გნებავთ. ხო, აქ პოლიციის შენობას თავს დაესხნენ მოქალაქეები და ცდილობდნენ, რომ გამოეხსნათ დატყვევებული თანამებრძოლები, პროტესტში ჩართული ხალხი და ამ დროს სახურავებიდან და ფანჯრებიდან მათი მისამართით გახსნეს ცეცხლი. რატო ჭედავს? აი აქ უკვე გარბიანი, იმიტომ რომ ეს სროლა დაიწყო. სხვათა შორის აი ამ კადრს ჰქონდა კიდევ მეორე ნაწილი, რომელიც იყო ძალიან სენსიტიური მასალა და YouTube-ის ალგორითმი მას უბრალოდ დაბლოკავს და ამიტომ არ გაჩვენებთ, სადაც ამ გაგრძელებაში ჩანდა სისხლი, ჩანდნენ დაჭრილი, დაცემული ადამიანები, რომლის გამოყვანასაც დანარჩენები ცდილობდნენ და ასევე ჩანდა, რომ მათაც ესროდნენ, ვინც დაჭრილების თუ დაღუპულების გამოყვანას ცდილობდა. გავაგრძელოთ. აქ რა ხდება? ხო, აქაც დაახლოებით მსგავსი სურათი არის. ხმა ისმის ინტენსიური სროლის. ხო, არ ვიცი, ამ კადრებს როცა უყურებ, უბრალოდ ადამიანი წარმოიდგენ საკუთარ თავს, ხო? ანუ მათ მდგომარეობაში, რაც ერთიორად ამძაფრებს ამბავს. ეს ხალხი მიუხედავად იმისა, რომ მათთვის სიურპრიზი არ არის, ეს არ არის შემთხვევა, როდესაც ერთხელ გაისროლეს და ამას არავინ არ ელოდა. არა, ამ ხალხმა იცის, რომ იქ რომ გადიან, შეიძლება მათ ესროლონ და მოკლან. ეს ხალხი ხედავს ასეულობით და ათასობით მოკლულ ადამიანს და მათი ოჯახის წევრები არიან, მათი ახლობლები, მეზობლები მსხვერპლთა შორის, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გადიან ქუჩაში და ითხოვენ ერთადერთ რამეს, რომ მოხდეს რეჟიმის ცვლილება. არ ვიცი, წარმოუდგენელია, რომ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს არ გაგიჩნდეს სოლიდარობის განცდა და არ გაგიჩნდეს რაღაც თანადგომის სურვილი აი ამ ხელა თავგანწირვის ფონზე, იმ ხალხის თავგანწირვის ფონზე, რომელიც 10 წლეულებია უკვე დაიღალა იმ რეჟიმით, რომელიც არის ირანში და რომელიც მათ არათუ მხოლოდ უფლებებს არღვევს ან ჩაგრავს ან არ აძლევს იმის საშუალებას, რომ უკეთესად იცხოვრონ, პირდაპირ გაგებით მომავალს უსპობს. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ დაღუპულთა უმრავლესობა არის 2000-იან წლებში დაბადებული, ან 21 საუკუნეში დაბადებული ახალგაზრდები არიან, რომელსაც უბრალოდ არ უნდა აიათოლას რეჟიმში და ესეთი ტიპის ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ გავიდა გარეთ და სამწუხაროდ ამ რეჟიმის ხელით ასე დაასრულეს მათ სიცოცხლე თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ეს როგორც ხედავთ არის, დაკრძალვის ცერემონია და ხედავთ როგორ ოვაციებით აცილებენ დაღუპულებს, რომლებიც ამ შემთხვევაშიც არის ერთ-ერთი ახალგაზრდა აქტივისტის თუ რა ვიცი, აქციის მონაწილის დაკრძალვის ცერემონია ამ შემთხვევაში. და ასეთი კადრები ბევრი ვრცელდება სხვათა შორის, ეს არ არის ერთადერთი. და სხვათა შორის აი ასეთი შეკრებები, ხო, აი დაკრძალვების დროს იქცა პროტესტის ფორმადაც კი. დაკრძალვებზე აი ამ როგორც ხედავთ, აგერა ახალგაზრდა ბიჭის ფოტოდევს, ხო? ახალგაზრდა ადამიანს აცილებენ ცრემლებით, სიმღერით. აი ესეთი ფორმა აქვს, როგორც ხედავთ. არ ვიცი,
მართლა შოკის მომგვრელია და საოცარი სანახაობა პრინციპში ახლა რასაც უყურებთ. ხო, ამ დაკრძალვებზე, რომელმაც როგორც თქვი, რაღაცნაირად პროტესტის ფორმაც კი მიიღო მით უმეტეს აი ამ წნეხის ფონზე, რაც არის ქუჩებში და დაძდევენ ხალხს, რომ არ შეიკრიბონ, აი აქ გამოხატავენ, ასეთ მომენტებში გამოხატავენ ისინი პროტესტს, ამ პროცესის დროს აი ამ კადრებში ხშირად ნახავთ შეძახილებს, იგივე ჯავიდ შაჰ, რაც ახსენეს, სადაც მხარდაჭერას გამოთქვამენ იმისკენ, რომ დაბრუნდეს შაჰის მემკვიდრე და შეიცვალოს ეს რეჟიმი და ასევე ნახავთ შაჰის დროინდელ დროშებს, რომელიც აქვს შემოხვეული, სადაც გამოსახული არის ლომი და გამოსახული არის მზე, ანუ განსხვავებული დროშა არის იმისგან, რაც არის ახლანდელი ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშა. აქ საუბარი არის ერთ საინტერესო ნიუსია ხო აქაც, რომ ეს არის IRGC-ის, ანუ გუშაქთა კორპუსის წარმომადგენელია, რომელიც შეცდომით მოკლესო, აქ საუბარი არის ამაზე, ანუ ქუჩაში იყო გამოსული მომიტინგეების დასახოცად და ზურგში ესროლა შეცდომით მისივე თანამებრძოლმა, მისივე თანამშრომელმა. მოკლედ ესე უიღბლოდ დაასრულა IRGC-ის აი ამ თანამშრომელმა სიცოცხლე. შემდეგი ძალიან საინტერესო ინფორმაცია მაქვს თქვენთვის, რომელიც მე ძალიან მომეწონა, მაგარი ფორმა არის წინააღმდეგობის და ესეც რაღაც შეიძლება ფილმებში გინახავთ, ისეთი ამბავია. მოკლედ მოხდა ეგეთი ამბავი. ირანის ყველა პროპაგანდისტული არხი დაჰაკეს ერთდროულად. ანუ სხვა არხი ხო არ გადის, გასაგებია ხო, რაც არაერთხელ თქვი, რომ ინტერნეტი ჩაახშეს, ტელეფონები გათიშულია, სატელეფონო კომუნიკაცია არ არსებობს და ამ დროს რეჟიმის ამოცანა რა არის, რომ პროპაგანდა გამოურეცხოს ტვინი ხალხს და რაღაცნაირად ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს, აიძულოს რომ დარჩეს სახლში, არ გავიდეს ქუჩაში და არ ჩაერთოს პროტესტში და მოხდეს იმ ხალხის გაშავება, ვინც იქ არის ხო, რომ აი ესენი არიან გარე ძალები, ქვეყნის დამღუპელები და ასე შემდეგ, ცნობილი სიმღერები. და აი ამ დროს ხალხი, როდესაც უყურებს ტელევიზორს, ეკრანზე ჩნდება საპროტესტო გამოსვლების ამსახველი ვიდეო მასალა, საპროტესტო მოწოდებები. კადრები, სადაც წვავენ ტელევიზიას, კადრები, სადაც წვავენ ისლამური რესპუბლიკის დროშებს, ხამენეის ფოტოებს და ასე შემდეგ. ხო, აი აქ ნახეთ, გადადის სხვადასხვა არხებზე და ამას აჩვენებს ამ ვიდეოს ავტორი ამ შემთხვევაში, რომ ყველგან სადაც გადართავს, არის ერთი და იგივე კონტენტი, რა, ერთი და იგივე კადრები გადის. ინგლისური სუბტიტრებით, რეჟიმის საწინააღმდეგო კლიპები ტრიალებს და აქციების კადრები ტრიალებს. სადაც უყვებიან ხალხს, როგორ გააღარიბა ხამენეიმ და მისმა რეჟიმმა ხალხი იმის გამო, რომ მილიონები და მილიარდები დაეხარჯათ ბირთვულ პროგრამებში, დაეხარჯათ იმაში, რომ პროქსი ძალები დაეფინანსებინათ, ჰეზბოლა, ჰამასი და სხვები, აი ასეთი ტიპის ინფორმაცია მიაწოდეს და როგორც ითქვა, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესი, როდესაც ყველა ტელეარხი, რეჟიმის კონტროლირებადი ყველა მედია საშუალება იყო აი ამ კიბერ თავდასხმის ქვეშ. ხო, სხვათა შორის აქ ასევე აი ამ ოპერაციის დროს, აი ამ კიბერ შეტევის დროს აჩვენეს რეზა ფეჰლევის მიმართვაც, ხალხისადმი პირდაპირ მიმართვა, ანუ პრინცის შაჰის მემკვიდრის, რომელიც პირობას დებს, რომ ის დაბრუნდება აუცილებლად ირანში და ამის დრო მალე მოვაო, ასე ამბობს. ესაც საინტერესო ამბავია, ეს უკვე არის პროტესტის მხარდამჭერი ჯგუფის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ქვია უკვდავი გვარდია, ასეთი სახელი და შეიარაღებული ტიპია ნიღბით და ცოტა კი არა, ხო რაღაც ტერორისტის ვიზუალით და ტერორისტული ვიდეო მიმართვების სტილში ემუქრება ამ შემთხვევაში აიათოლას და მის რეჟიმს
ხო, აი ესეთ ფორმით აკეთებს ამას, სიმართლეს კი ლაპარაკობს, მაგრამ ხო, ფორმაც ალსახად ბრუტალური არის და დარწმუნებული ვარ ამაზეც დიდ კამპანიას ააგებს აიათოლას რეჟიმი, რომ აი ეს ხალხი იდგა ქუჩაშიო, მოკლედ ეს ტიპი ამბობს ესეთ რამეს, რომ დაღუპული არის 12000-ზე მეტი, რომ უпростоრად ასეთ რამეს ამბობს, რომ 12000 კი არა, რაზეც ვრცელდება ინფორმაცია, არამედ გაცილებით მეტია მოკლულიო, 30000 ადამიანის შესახებ საუბრობს და იმუქრება რეჟიმის მიმართ, რომ თქვენ ნახავთ, ჩვენას გავაკეთებთ, ჩვენ ვიწყებთ თქვენზე ნადირობას. დიდი ხნის სიცოცხლე მეფეს და ესეთი ტიპის მიმართვები აქვს. ეს ხმაც შეცვლილი არის. მოკლედ ძალიან ემუქრება რა. ყველა ვიცით ვინ ხართო და ჩამოგივლითო და პასუხს აგებთო. ერთ სიტყვით ეს ვიდეო მიმართვა ამას ემსახურება. შემდეგ რა გვაქვს? ხო, აი ესაც საინტერესო ამბავი არის. ამ შემთხვევაში ირანის ძალოვანი უწყების შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი საუბრობს, რომელიც მიმართავს ტრამპს და მიმართავს ქვეყნის გარეთ ხალხის მხარდამჭერებს. ის ამბობს ესეთ რამეს, რომ ხო, ამ ადამიანმა დატოვა როგორც ჩანს თავისი სამსახური უარი თქვა ბრძანებების შესრულებაზე და გავიდა როგორც ჩანს ქვეყნიდან და ამის შემდეგ უკვე Iran International-ს აი ამ წყაროს მიაწოდა ინფორმაცია, სადაც მიმართავს რეზა ფეჰლევისაც, მიმართავს ტრამპსაც და ასეთ რამეს ამბობს, რომ რეალურად ხალხს ახლა აღარ შეუძლია მეტი არაფერი, მათი ხელები არის ცარიელი, მათ უპირისპირდება შეიარაღებული რეჟიმი და მათ უკვე თქვეს და უკვე გამოხატეს ის, რაც მათ სურთ და ეს კაცი, ეს ადამიანი ადასტურებს ასევე იმას, რომ უამრავი არის დაღუპული, უამრავი არის დაშავებული, ხალხს დამიზნებით ესვრიან და ამბობს იმას, რომ ხალხი ელოდება ტრამპს. ელოდება მის გადაწყვეტილებას და თუ ის არაფერს არ გააკეთებს, ეს ძალიან დიდ გულის წყრომას გამოიწვევს და ძალიან დიდ სიძულვილს გამოიწვევს მის მიმართ ირანელ ხალხში. ამბობს უთხარით ტრამპს, რომ ქუჩაში ხალხს პირდაპირ ავტომატებიდან ესვრიანო და აღწერს ასევე სიტუაციას ქალაქებში, სადაც მისი თქმით სრული საპოლიციო კონტროლი არის და ეხლა მიმდინარეობს ეს კოლონებით პატრულირება იმისთვის, რომ ხალხს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა არ მისცენ. ეს უკვე არის რეზა ფეჰლევის, შაჰის მემკვიდრის და მთავარი ოპოზიციური ფიგურის დღეისათვის. ბოლო ვიდეო მიმართვა 20 იანვრის მიმართვა არის, სადაც ფეჰლევიმ პირდაპირ მიმართა პირადად ხამენეის და უთხრა მას, რომ ის აუცილებლად აგებს პასუხს და ის არის კრიმინალი, რომელიც ახდენს ირანის ოკუპაციას. აი ესე მიმართა პირდაპირ, რომ შენ ხარ ირანის მოწინააღმდეგე კრიმინალიო. შემდეგ კიდევ დიდი ტექსტი არის, სადაც საუბარია იმაზე, რომ ყველა პასუხს აგებს. კიდევ ერთხელ არის აქცენტი იმაზე, რომ ძალოვანებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ერთის მხრივ უარი თქვან ხალხის ხოცვაზე და მეორეს მხრივ გადავიდნენ მათ მხარეს და ერთ-ერთი საყურადღებო ნაწილი, რაც აი ამ მიმართვაში იყო, ეხებოდა უშუალოდ ხალხს, რაც მინდა რომ აღვნიშნო, ამბობდა იმას, რომ თქვენ არ ხართ მარტო, თქვენი წინააღმდეგობა შეცვლის ისტორიას და აი ეს ნაწილი მინდოდა ამის ხაზგასმა. აქ მოუწოდებს რომ იყვნენ მზად, რადგან მომენტი, როდესაც ისინი უნდა დაბრუნდნენ ისევ ქუჩებში, დადგება მალე და ეს მომენტი და ეს ქუჩებში გამოსვლა იქნება უფრო ძლიერი და უფრო დიდი მონდომებით ვიდრე არასდროს. რეზა ფეჰლევის აი ეს მიმართვები ერთგვარი ინსტრუქცია არის ცხადია, ყოველდღიურად აქვეყნებს თითქმის აი ამ ვიდეო მიმართვებს, ზოგჯერ ხალხის მიმართ, ზოგჯერ ამ შემთხვევაში ხამენეის მიმართა პირველ რიგში და დაემუქრა მას, რომ პასუხს აგებო და კრიმინალი უწოდა და რატომ უყურებ ხოლმე ყურადღებით ამ გამოსვლებს? გარკვეულ მინიშნებებს ვეძებ და კავშირებს ვეძებ დანარჩენ პოლიტიკურ პროცესთან და ამ შემთხვევაშიც პრინციპში უნდა დაუბრუნდე იმ თემას, რითაც დავიწყე. მოუწოდებს, რაც ბოლოს წავიკითხე, ხო? იყავით მზად იმისთვის, რომ ისევ მალე დაბრუნდებით ქუჩებში და იყავით მზად იმისთვის, რომ ეს ქუჩებში დაბრუნება უნდა იყოს უფრო მეტად მძლავრი ვიდრე აქამდე.
და ჩვენ ამასობაში ვხედავთ პარალელურად იმას, რასაც ვხედავთ, ხო? სამხედრო შესაძლებლობების თავმოყრა ირანის გარშემო 2-3 დღეში უკვე პოზიციებზე იქნებიან ავიამზიდები, გამანადგურებლები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ყველაფერი მზად იქნება იმისთვის, რომ ტრამპს უთხრან, რომ ჩვენ მოქმედებისთვის მზად ვართ. მოდით ახლა საბოლოოდ შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, რა გვაქვს ამ დროისთვის. დიპლომატიური პროცესი არ მიდის, არანაირი მოლაპარაკება ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ეს გზა არ არსებობს. და აქ პრინციპში, როგორც გითხარით, ტრამპმა თავად ჩაწვა ყველა ხიდი. უარი უთხრა საგარეო საქმეთა მინისტრს, მათ შორის დავოსში ჩასვლაზეც კი დღეს, იმისთვის რომ რამე კონტაქტი ყოფილიყო, არ არის სატელეფონო ზარები და ბოლოს რაც მოვისმინეთ, უშუალოდ ხამენეისთან მიმართებით ტრამპის მხრიდან იყო ის, რომ ის არის ავადმყოფი, რომელიც საშინლად ექცევა თავის ხალხს. ვიცით ასევე ის, რომ დასახელებული იყო ტრამპის მხრიდან წითელი ხაზები, რაც გულისხმობდა იმას, რომ თუ იქნებოდა მსხვერპლი, თუ ირანის რეჟიმი თავს დაესხმებოდა საკუთარ მოქალაქეებს და დახოცავდა მათ, ამის გამო ის აუცილებლად იმოქმედებდა და ჩაერეოდა. როდესაც საუბარი მიდგა ჩარევაზე, დასახელდა რამდენიმე ვარიანტი, თავიდანვე განიხილებოდა სამხედრო კომპონენტი. სამხედრო კომპონენტის გარდა იყო საუბარი კიბერშეტევებზე, იყო საუბარი მომიტინგეების მხარდაჭერაზე კომუნიკაციების მხრივ, რომ მიეწოდებინათ Starlink-ის მიმღებები თუ სხვა საშუალებები იმისთვის, რომ გარესამყაროსთან თუ ერთმანეთთან ქონოდათ კავშირი. აი ამ ჩამონათვალის მთავარი პუნქტი ცხადია იყო სამხედრო კომპონენტი, შემდეგ იყო გარკვეულწილად ეს პაუზა, რაზეც დასაწყისშიც გიყვებოდით. დაახლოებით 1 კვირის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც და ისრაელმაც დაიწყეს სამხედრო სცენარისთვის მზადება. მაგრამ როგორც თქვით, შემდეგ ბოლო მომენტში ოპერაციის განხორციელება არ გადაწყდა, შეჩერდა ეს პროცესი, როგორც ჩანს, ისინი შეთანხმდნენ, რომ ეს იქნებოდა სარისკო ნაბიჯი და შეთანხმდნენ იმაზე, რომ საჭირო იყო მეტი სამხედრო რესურსების მობილიზება. აი ამ მობილიზებას დაჭირდა ეს დრო, ამ მობილიზებას ვადევნებთ ახლა თვალს და ამ მობილიზების საბოლოო ფაზამდე სულ რაღაც 2-3 დღე რჩება. ანუ დიპლომატიური პროცესი არ გვაქვს, სამხედრო მზადება სახეზე არის და თავის მხრივ ირანის რეჟიმმა არათუ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და ამდენი ხალხი დახოცა და კიდევ აპირებს რომ დახოცოს, მან ბევრჯერ ითქვა რომ საკუთარი თავი საერთოდ ამოწურა. ირანის ხელისუფლებას ახლა არანაირი კარტები არ აქვს. ის ვეღარ შანტაჟებს დანარჩენ მსოფლიოს ბირთვული პროგრამით და იმ რისკით, რომ შესაძლოა მათ კონდეთ იმ დონეზე გამდიდრებული ურანი, რომ აწარმოონ ბირთვული იარაღი, შექმნან ბირთვული იარაღი, ეს საფრთხე მოხსნილი არის, ეს საფრთხე თავად ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა გასულ ზაფხულს ჩატარებული ოპერაციის შედეგად განეიტრალეს. ყოველ შემთხვევაში ძირითადი ბირთვული ობიექტები გაუნადგურეს. და სავაჭრო აღარაფერი აღარ დარჩა პრინციპში ირანის რეჟიმს. ხალხის მხრიდან, რომ ვთქვათ, მზაობა სახეზეა. ბევრი საუბრობს ახლა იმაზე, რომ ეს არის თუ არა გარედან მართული პროცესი, არის თუ არა რაღაც ამერიკაში დაწერილი სცენარი, რეზა ფეჰლევი არის ამერიკის კადრი, სამხედრო მფრინავი, რომელიც აგერ უკვე 1979 წლის რევოლუციის შემდეგ შტატებში ცხოვრობს. ამერიკული პროექტი ასე და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ ყველაფერს კი ბატონო, ვისაც სურს უამრავ კონსპირაციაში შესვლა შეიძლება, მაგრამ ერთი რამე არის ფაქტი. თავად ირანული საზოგადოება, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა და ასე შემდეგ, შეთანხმდა რომ მათ აღარ უნდათ ეს რეჟიმი, აღარ უნდათ იმ რეალობაში ცხოვრება, მათ შორის იმ ეკონომიკურ რეალობაში ცხოვრება, რომელშიც ცხოვრობენ, სადაც $1 ეკვივალენტი არის ირანული რეალი, ხო არ მეშლება ფულის დასახელება 1.5 მილიონი, ანუ 1.5 მილიონი რეალი არის $1.
საშინელი ინფლაცია, რომელიც კიდევ უფრო გაუარესდება და მით უმეტეს ამ პროცესების ფონზე სულ რომ არავინ არ ჩაერიოს, სულ რომ არ განხორციელდეს არანაირი დარტყმა და არც რეჟიმის ცვლილების ძალა არ ეყოს ხალხს თავისი რესურსით, მაინც გაუჭირდება ამაზე მიდის უამრავი დისკუსია და სპეციალისტები, ეკონომისტები ამბობენ ამას, რომ ამ რეალობაში ირანის რეჟიმს ძალიან გაუჭირდება რაღაც ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში დაბრუნება, იმიტომ რომ კატასტროფა ხდება მათ ეკონომიკაში. ჩაკეტილი აქვთ ბაზრები, ფასები კატასტროფულად მატულობს პროდუქტებზე და ხალხს უბრალოდ აღარ შეუძლია ასე გაგრძელება. ცხადია, არ გულისხმობ მოსახლეობის რაღაც მცირე პროცენტს, 5, მაქსიმუმ 10%, რომელიც კარგად ცხოვრობს ამ პირობებში. არიან რეჟიმის ლოიალისტები, იმიტომ რომ რეჟიმი მათ ასაზრდოებს დანარჩენი მოსახლეობის გაღარიბების და ჩაგვრის ხარჯზე. მოკლედ, საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ყველა გაგებით, სოციალური მიმართულებით, ეკონომიკური მიმართულებით, დიპლომატიური ბერკეტების გათვალისწინებით, თუ სამხედრო შესაძლებლობების თუ რისკების გათვალისწინებით, სამხედრო ჩარევის მზაობის გათვალისწინებით, აშკარად არის მომწიფებული სიტუაცია იმისთვის, რომ არსებული რეალობა შეიცვალოს, ირანის რეჟიმი, რომელიც 10 წლეულებია მართავს ქვეყანას, შეიცვალოს და ამის შემდეგ დაიწყოს ახალი პროცესი. ახალი პროცესის მონახაზი არსებობს, ამის შესახებ განაცხადა რეზა ფეჰლევიმ, რომელმაც თქვა, რომ ის მის გუნდთან ერთად ექსპერტების, ბიზნესმენების, პოლიტიკოსების გუნდთან ერთად მზად არის, რომ შესთავაზოს ირანულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას 100 დღიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის ფარგლებშიც მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებების მომზადება შემდგომი პოლიტიკური პროცესისთვის, არჩევნებისთვის და ასე შემდეგ და დაასახელა საკუთარი მთავარი პრინციპებიც, რაც თანხვედრაში არის დემონსტრაციების მოთხოვნებთან, პირველ რიგში ის, რომ უნდა მოხდეს რელიგიისა და პოლიტიკური მმართველობის ერთმანეთისგან გამიჯვნა, რომ უნდა გათავისუფლდნენ დატყვევებული პატიმრები და რომ ირანი უნდა გახდეს მშვიდობაზე და პარტნიორობაზე ორიენტირებული სახელმწიფო, როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად, რომ უნდა მოხდეს ისრაელის აღიარება და მოხდეს დემოკრატიული პროცესების დაწყება. საბოლოოდ რომ თქვათ, ირანის რეჟიმი კუთხეშია მომწყდეული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არის საშიში, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ყველა ხერხს გამოიყენებენ, ყველა რესურსს გამოიყენებენ რეჟიმის შესანარჩუნებლად და რაც იარაღი გააჩნიათ, ყველაფერს გაისვრიან. აი ამ რისკების გათვალისწინებით ხდება სწორედ ასეთი მასშტაბის მობილიზება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ასევე ისრაელის მხრიდან და ყველა შესაძლო რისკის გადაზღვევა ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში. რაც უფრო მეტად მიუახლოვდება აი ეს ავიამზიდი, აბრაამ ლინკოლნი ირანის ტერიტორიას მომდევნო 48 საათის თუ 72 საათის განმავლობაში მით უფრო დაიძაბება სიტუაცია და მით უფრო გაიზრდება წნეხი ირანის რეჟიმზე. და თუ სამხედრო მოქმედების მზაობა არსებობს, აქ მხოლოდ შეიძლება განიხილებოდეს ორი ვერსია, ორი სცენარი, ის რომ ვიდრე ტრამპი დარტყმის ბრძანებას გასცემს, ერთი არის ეს, რომ თავად რეჟიმმა მიიღოს გადაწყვეტილება და როგორც სხვებს გაუკეთებიათ მაგალითად მათმა ლიდერებმა, აიათოლამ და სხვებმა დატოვონ ქვეყანა, ეს ერთი და მეორე გაწიონ წინააღმდეგობა და შევიდნენ ბრძოლაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან. სხვათა შორის ისრაელის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან გაუმკლავდნენ, ახლა უკვე სრულ მზადყოფნაში არიან, გაუმკლავდნენ ნებისმიერი ტიპის საფრთხეს და ასევე მზად არიან, რომ თავდასხმის შემთხვევაში დამანგრეველი დარტყმა მიაყენონ მოწინააღმდეგეს. ანუ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მე მზად ვარო, ტრამპი ამბობს, რომ მე ყველა ვარიანტი მაგიდაზე მაქვს და თუ წესიერად არ მოიქცევიან, შემიძლია რომ საერთოდ გავანადგურო და სამხედრო კომპონენტით სრული მზადყოფნა ცოტა ხანში იქნება სახეზე. მოკლედ შეგვიძლია რომ ათქვა უკვე დავიწყოთ. დიდი ალბათობით
ეს ამბავი სამხედრო ოპერაციის გარეშე არ დასრულდება. უკვე ითქვა, რომ სამხედრო სცენარის შემთხვევაში სამიზნე იქნება ირანის ძალოვანი უწყებები, მათი სამხედრო შესაძლებლობები, სამეთაურო პუნქტები, იგივე ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ბაზები და სამართავი ცენტრები, რომელზეც დგას რეჟიმი და რომელიც არის მთავარი ბერკეტი პროტესტის ჩასახშობად. ეს არ იქნება უკვე ამაზეც არის წინასწარ პრინციპში საუბარი. ცხადი არავინ იცის რეალურად რა მოხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტრამპის მიდგომებიდან გამომდინარე, იგივე გასული ზაფხულის ოპერაციიდან გამომდინარე, ყველა ფიქრობს, რომ ეს იქნება ხანმოკლე ოპერაცია, მაქსიმუმ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს და ახლა ისევ თუ დაუბრუნდებით რეზა ფეჰლევის განცხადებას, რომელიც მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მალე დადგება დრო, როდესაც თქვენ ისევ ქუჩაში უნდა გამოხვიდეთ და უფრო მძლავრად უნდა გამოხვიდეს, ეს უკვე გულისხმობს დამაგვირგვინებელ ფაზას, როდესაც რეჟიმის დასუსტების, აი ამ სამხედრო დარტყმების დასუსტების შემთხვევაში, ამ ლოგიკით და ამ სცენარით, შემდეგ უკვე ხალხს ექნება რეალური შესაძლებლობა, რომ მათ თავად გაუმკლავდნენ, დაიკავონ ადმინისტრაციული შენობები, ადმინისტრაციული ცენტრები და ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება. აი ესეთი სცენარი იხატება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ლოგიკით ასეთი სცენარი იხატება. დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ და რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ ასეთი განვითარება და გამოხატეთ თქვენი რეაქციებიც, თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო დაალაიქეთ, ეს მნიშვნელოვანი არის. და თუ არ გაქვთ არხი გამოწერილი და მოგეწონათ ეს ვიდეო, თქვენთვის თუ საინტერესო იყო, გახდით ჩემი გამომწერები, შეუერთდით ჩემს აუდიტორიას. უფრო მეტის გაკეთება თუ გსურთ და თუ შეგიძლიათ რომ წვლილი შეიტანოთ ამ პროექტის განვითარებაში, ამ შემთხვევაში გთავაზობთ რომ გახდეთ ჩემი სპონსორები, რაც მე ძალიან მჭირდება. მითითებული არის ვიდეოს აღწერაში რეკვიზიტები, მითითებული არის ასევე Patreon-ის ლინკი, სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თანხა, რომელსაც ყოველთვიურად გაიღებთ. $5 არის მინიმალური ეს ვარიანტი, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ 5, $10 და $15 პაკეტი არის Patreon-ის გვერდზე, რომელსაც ნახავთ თუ გადახვალთ ამ შემთხვევაში და მოკლედ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ვინც მუდმივად თვალს მადევნებს, მუდმივად მხარს მიჭერს და მაძლევს სტიმულს, რომ გავაგრძელო ეს პროექტი, გავაგრძელო ამ საქმის კეთება და ცხადია განსაკუთრებული მადლობა ვინც უკვე ეწევა დონაციას და თუნდაც მცირე წვლილი შეაქვს იმაში, რომ ფინანსურად დამეხმაროს აი ამ პროექტის გაგრძელებაში. დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს, ძალიან საინტერესო მოვლენები ვითარდება. წინა ვიდეოშიც ვახსენე, რომ ბოლო პერიოდში ირანზე ვარ ფოკუსირებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ დაუბრუნდები უკრაინას და არ ნიშნავს იმას, რომ არ დაუბრუნდები სხვა მნიშვნელოვან თემებს, რომელიც ვითარდება ჩვენს გარშემო. ასევე შეგახსენებთ, რომ მე ჩემ კოლეგებთან ერთად ვაკეთებ სხვა პროექტსაც, მეორე პროექტს, რომელიც ასევე შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზე, ბოლო სიტყვა. კვირაში ერთხელ ვწერთ ხოლმე ეპიზოდებს და მიმოვიხილავთ მთავარ საერთაშორისო პოლიტიკის თემებს და ხვალ დაიდება ბოლო სიტყვის შემდეგი ეპიზოდით, სადაც მხოლოდ ირანზე არა და სხვა თემებზეც გვექნება საუბარი. გადადით მაგ გვერდზეც, ბოლო სიტყვა გამოიწერეთ და იქაც ჩაუჯექით ჩვენს ვიდეოებს, ჩვენს მიმოხილვებს, იმედია თქვენთვის საინტერესო იქნება. დაგემშვიდობებით, არც ისე დიდი ხნით. დიდი ალბათობით მალე დაგიბრუნდებით, ისე ხურდება აქ პროცესი და ისე მიდის კულმინაციისკენ. ნახვამდის.